25-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ ქართული ოცნების წევრებს არკადიმ გალობლიშვილსა და ვლადიმერ შუღლიაშვილს. ისინი გუშინ ღამით საპატრულო პოლიციამ სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. ბოლო 3 დღის განმავლობაში გორში ქართული ოცნების უკვე მე-6 წევრი დააპატიმრეს. არკადიმ გალობლიშვილი და ვლადიმერ შუღლიაშვილი საშლს ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოიხდიან. პოლიციელების მიერ წარმოქმნილი ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა ოკმი არ იყო შესაბამისობაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა კოდექსთან. სასამართლოც აქტიურად არის ჩართული ამ დევნაში და ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე სურს და ამიტომ ვაკეთებ ამას, აჩვენებს ხელისუფლება ძალას, რომ სურს და გაპატიმრებს. არ არის სასამართლო, ეს არ არის ქვეყანა, საერთოდ რომელ არჩევნებზე ლაპარაკი და რაც წინა საარჩევნო კამპანიაზე ლაპარაკი, როდესაც დაკავებულები არიან ქართული ოცნების გორის სოფლების კოორდინატორების უმეტესობა არ არსებულ ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულზე დააპატიმრეს და 20 და 25 დღის პატიმრობა აქვს მისული. მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ეს არაადამიანური მოპყრობა ქართული ოცნების წევრებზე. დაკარგულია ქართული ოცნების ქარელი შტაბის მენეჯერი ზაზა კოპაძე. ახლობლებმა მის ადგილსამყოფელს დილიდან ვერ მიაკვლიეს. შტაბის ხელმძღვანელი ზაზა გულიაშვილის თქმით, არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ავტოსახელოსნოში მანქანის გასაკეთებლად მისულ კოპაძეს მოულოდნელად სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. კოპაძის ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართეს. დილას გავიდა სახლიდან 12-ის ნახევარი იქნებოდა ეგრე და ნახევარ საათში მოვიდნენ რომ აიყვანესო. არავინ არაფერი არ იცოდა, ჩავედი მე თვითონ გავაგებინე თვითონ ოფისში. არ ვიცი რა ხდება, სად არის, როგორ არის, არაფერი არ ვიცი. თავის მიდან მარშრუტკიდან გადმოათრიეს, ჩააგდეს მაგდადეს ბორგილებიო და ჩააგდეს მანქანაში და წაიყვანეს. ერთი უცნია პოლიციის უფროსის მანქანა იყო, იქ მანქანას დაუნახია პოლიციის უფროსი იყო და ერთი ქარელელი ამოიცნო სახელი ლაგვარი არ მახსოვს, მაგრამ სახეზე ვიცნობ რა. ქარელელია, ქარელში მუშაობს და დანარჩენი ყველანი უცხოები ყოფილან, 3-4 მანქანა ყოფილა ეს.